სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. როგორც არაერთხელ აღვინიშნავს და გასული საუბრები პრაქტიკულად და ქადაგებები ამბიონიდან შემდგომად წირვისა ამას ეხებოდა, თუ რისთვის არის ადამიანი შექმნილი, რომ არარავისაგან გამოუხმორა ანგელოზი შექმნა და ადამიანი რა, მიანიჭა უდიდესი ნათელი და უდიდესი მადლი და სრულიად დაუმსახურებლად ჩვენი მოდრმა დაადგინა სამოთხეში პირველ მშობელთა სახით ადამისა და ევასი. აქ ბევრი კითხვები იბადება, მათ შორის ისიც გამრავლდებოდა თუ არა ჩვენი მოდრმა, თუ არ შესწოდებდნენ, თუ მამათა ნაწილი ასეთ ფიქრობს, სხვა ნაწილი სხვაგვარად მსჯელობს. ეს არ არის არსებითი ამ შემთხვევაში. ერთი რამ კი მოხდა, რომ პირველ მშობელთა დაჰკარგეს ის დიდება, რაც გააჩნდათ, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად მიიღო შემოქმედი ღმერთისაგან და გამოხატა სამოთხიდან თვითმრჩულობამ და ამპარტავლებამ და დღემდე დაეხეტება კაცთა მოდრმა წირობის ამ წუთის სოფელში, ამ წყდიათში, რომლის თავადიც არის ეშმაკი. მაგრამ ღმერთმა მართალია გამოგვაძევა ჩვენი ამპარტავლების გამო სამოთხიდან არ დაგვიტევა მრავალი შეწევნანი მომსა და მათ შორის ამ უკუნ წყდიათში მწიერი ცხოვრებისა გამოგვიბრწყინა ზეციური ანგელოზები, მცველი და მფარველი ჩვენი და მსახურის სულები შორის ღვთისა და ადამიანისა და ესევე წმინდანი. საერთოდ ადამიანი ამისთვის არის მოწოდებული, იყოს წმინდა. ასეთები შექმნა პირველსოფლები და აქეთ მოგვიწოდებს უფალი ღმერთი. მას ქრისტეს მიერი ცხოვრების ნამდვილი აზრი არის ღმერთთან ერთობის დამყარება, მაგრამ ამ ერთობას ანგრევს ცოდვა ადამიანში და გვაუწყობს ჩვენი შემოქმედი ღმერთის მიმართ. აი მოვედით დღეს, ის როგორც გასულ დღეებში, ყური მიუყვართ წმინდათა შორის მამასა ჩვენსა გრიგოლ პალამას უდიდეს წმინდათა შორის და უდიდეს შორის ღვთისმეტყველთა. თუ რა სიტყვის იგი წმინდანების შესახებ, რა არის აუცილებელი, რათა ადამიანი წმინდა შეიქმნეს, როგორ აძლევს მას ღმერთი, როგორ ყარდება იდუმალი კავშირი შორის ქმნილების გვირგვინის ადამიანისა და მის შემოქმედ ღმერთ შორის. რომელ ადამიანში, რომელ წმინდაში როგორ სახლდება უფალი ღმერთი მადლით, იმის დამიხებით ღმერთით მოღვაწეობას ეწევა, აი მაგალითად სტუმართ მოყვარია, მოწყალია, ფრიულოთა მიმხედველი და ესე შემდეგ, თუ მჭრეტელობით ცხოვრებას ეწევა, რომლისგანაც ღმერთი აღარ იხდოს ცნებათა აღსრულებას, რადგან ესეთი ადამიანი თავად გამხდარა ღმერთი მადლით, ღმერთ შემოსილია და ევალება განუწყვეტლივ ეზრახებოდეს და ესაუბრებოდეს იესოს ლოცვით თავის შემოქმედ ღმერთს. პრაქტიკულად იგი უკვე სავანია ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა. და როგორც ჩვენ არაერთ მამა ამბობდა და მათ შორის ჩვენი მამა გაბრიელი, ასეთი ადამიანი პრაქტიკულად სოდვით აღარ ეცემა. განიღმრთო, მოხდა მასში თეოზისი. აი მოდით მოусმინოთ შესახებ ამისა წმინდა გრიგოლ პალამას. წმინდა ადამიანები, ამბობს ეს წმინდა მამა, იბრძვიან რა ვნებათა და თავმოყარეობისაგან, ანუ ეგოიზმისაგან განწმენდისათვის უდიდეს თანმდაბლობას აღწევენ და ღირს იქმნებიან იმისა, რომ წყდიათის სულებს განსდევნიან. ესე იგი, არა მარტო სიწმინდეს მოიპოვებენ ისინი ღმერთს თავის თავში, არამედ ძალაუფლება ეძლევა თავზით არაწმინდა სულებზე. ძალისაერო სულიერ ძალებს თავს უყრიან და ფხიზლობენ რა, გულის მოძრაობებს იცავენ. საერთოდ იესოს ლოცვის დედა აზრი ხშირად გვითქვას მამათა მიერ არის გონების გულში ჩაყვანება და გამოკეტვა გულში. ეს არის სული უვნებებობის მდგომარეობა, რომელიც როდესაც ადამიანის სული მთელი მისი არსება ოდენ ელაპარაკება, ეზრახება ღმერთს, ანუ ლოცულობს. არაფერი სხვა არც მოთხოვნილება აქვს და არც სურვილი. განუწყვეტლივ მოუხმობს უფლის სახელს. ასეთებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არც შიმშილი ახსოვთ, არც წყურვილი და არც რაიმე ადამიანური ნაკლუოვანება. ამიტომაც უწოდებენ პირველ ყოვლისა წმინდა მამებს, ბერებს, მათ შორის უპირველეს მიწიერ ანგელოზებს წმინდა მამები.
თავიანთ ბრძოლაში ისინი სულიერ თვალსა და ქრისტეს გონებას იძენენ. აი როგორც დიდებული პავლე ამბობს, ჩვენ გვაქვს გონება ქრისტესი. ვინც ქრისტეს გონებით აზროვნებს, ის ეშმაკისნებას აღარ აღასრულებს. არც სურვილი აქვს და არც მოთხოვნილება ამისი. შეხედეთ დღევანდელ კაცობრიობას. განა შეიძლება ითქვას, რომ ისინი ხატნი და მსგავსი არიან ღვთისა. ცოდვის ჭაობში გაწოლილნი უდიდეს სიამეს განიცდიან. ერთმანეთზე მძლავრობა, პირად-პირადი საფეხნო ომები, ურთიერთშეჯახებანი რესურსების წართმევა, ქვეყნების ამიზნი, დაპყრობა, ადამიანთა გაუბედურება. აი თუნდაც ახლა ხაზის სექტორში რაც ხდება, უკვე რამდენი თვეა და ვინ მიარჩევს, იმიტომ რომ სწორედ ამადგან ტალმუდი ურიებისაგან იმართება მთელი ეს პროცესები. საბოლოო მიზეზი რა არის? კითხულობენ, შექმნან ერთიანი მსოფლიო სახლი, რომლის სათავეში თავის მრავალსაუკუნოვან ნანადრ მესიას, ანუ სრულ მესიას ანტიქრისტეს მოიყვანენ. წარმოიდგინეთ თქვენ როგორი ხოცებიან იქ, ესე იგი იმის გამო რომ თურმე რამდენიმე ტერორისტი უნდა ამოხოცონ, ხოცავენ 10,000-ობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ქალებს. სად არის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციები? ერთადერთი რომელმაც ხმა იმაღლა, ეს არის გაერო. მაგრამ ნახეთ რა პასუხი მიიღეს ამ ტალმუდისებისგან. შენ შუმად იყავი, თურმე საერთოდ გაგაუჩვე და ახალ ორგანიზაცია შექმნეს. იგი რა, ყველა ეს ეგრეთ წოდებული ჰუმანური ორგანიზაციები სინამდვილეში მათი არ აგია ბერკეტებია მათ ხელში მსოფლიოს სამართავად და მსოფლიო მოვლენებისა. განა რაიმეთი დღევანდელი ადამიანები უკიდურესად გარყვნილნი, სოდომიტები, ღვთისმგმობელები გვანან ღვთის ხატებას და მსგავსებას. რაიმეთი იკითხება მათში, რომ ისინი იმისათვის შექმნა ღმერთმა, რომ ნამეტნავი თავის სიხარულისა და ნეტარებისა გაუზიაროს. უფალს კი სურს, მაგრამ ადამიანს აღარ სურს. ამიტომაც მოვა მათი რჩეული ანტიქრისტე. და ისეთ ტკივილებს გადაიტანენ, ისეთ ჭირისწყლებს, რომელიც არასდროს კაცთა მოდგმას არ გადაუტანია. სიკვდილს ინატრებენ, როგორც წმინდა მამები ამბობენ და სიკვდილი გაიქცევა მათგან. ნუგეშინის სემა იქნება სიკვდილი, რომელიც ეგებით არ ათაშინებს ყოველ ადამიანს, ნაკლებ მორწმუნეს ან სულაც ურწმუნოს. მას წმინდა მამები კი თავიანთ ბრძოლაში სულიერ თვალსა და ქრისტეს გონებას იძენენ. ამ თვალით და ამ გონებით აფასებენ და განშიან მსოფლიო მოვლენებს და პირად-პირადს. მაშინ ხდებია რა გული წმიდანი და თქვენი იცით ერთ-ერთი ნეტარება არის. ნეტარი იყვნენ წმიდანი გულით, არამედ მათ ღმერთი იხილონ. ანუ ღმერთის ხილვა პირდაპირ გაგებით ღვთისმშრეთა ეწრებოდ, ამაზე ცოტა მოგვიანებით გვესაუბრება წმინდა გრიგოლ პალამა. მას ესე იგი მადლით აღესრულება რა მათთან საქმო გამოცხადება შიგნით. ისინი შეიცნობენ რომ ღმერთი არსებობს და იგი სინათლეს გავს. ან უკეთრო თქვა, იგი თავადაა წყაროსთვალი გონიერი, ანუ გონისმიერი და უნივთო სინათლისა. რისი მოწმენი თქვა მოციქულთა მწვერვალი ფერიცვალებას გაკდნენ თაბორის მთაზე და არაერთი წმინდა მამა და მათ შორის გრიგოლ პალამაც არამარტო დიდი დამცველი იყო სწავლებისა ხელთუქმნელ ნათელზე, საღვთო ენერგიებზე, არამედ თავადაც ნათდებოდა ქადაგების ჟამს. და ამას მრევლში ხედავდნენ არა ყველა აბსოლუტურად, რომელიც სულიერად ჯერ არ იყო ამ სულიერ სიმაღლეს მიწეული, არამედ სხვანი ხედავდნენ მის პირის სახეზე, თუ როგორ განიმშვალებოდა და გამოდიოდა მისი პირის სახიდან ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც ადამიანებს უდიდესი მადლიერების გრძნობას ამის შემხედვარედ ჭრეტელს უჩენდა და სინანულს განცდა საკუთარი ცოდვების. დიახ, მადლის ხილვა და ჭრეტა მათ აგდებს სინანულში. და ხვდებიან სინდისის მიერ, რას ღალატობენ ისინი მიწიერი ცხოვრების გზაზე ცოდვებით და უშულოებით. საიდუმლო სახით ისინი იმაშურებენ, როგორც მოციქული პავლე ამბობს პირველ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, თვალმა არ იხილა, რომელიც სული ჭრედა უხილავს სინათლეს მოციქული პავლე. ამისთვის ისინი მადლობენ არა საკუთარ თავს, არამედ მას, რომელიც მათ განანათლებს. პირიქით წმინდანებს მადლი და ღმერთი რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო მეტად თვლიდნენ თავს სულ არარაობად და ჩვენ, რომელთაც ეს სინანული არ გაგვაჩნია, ვარ თვით დაჯერებული, ხიბლში მყოფნი, ამის გამო სხვების განკითხავი, ზვაობარი მასე და მომძლავრენი და ასე შემდეგ. ყველა წმინდანი ხედავს უხილავს და გულისხმა ყოფენ, ვერ გულისხმის საყოფებს, როგორც მოციქული პავლე ამბობს.
ყველა მათ აზრთა ერთი სახეა, ამიტომ ჩვენს მედგრად უნდა მივყვეთ მათ ფეხთან. მართალია ჩვენ ამგვარი სულიერი მდგომარეობა მდგომარეობისთვის არ მიგვიწევია, მაგრამ წმინდანებმა ეს მდგომარეობა უკვე მოიპოვეს, ამიტომ ჩვენ უნდა შევუდგეთ მათ ნაკვალებს. აი როგორ თავად ჩვენგან არაერთი დღეს ხსენებული მოციქული პავლე ამბობს თავის სულიერ შვილებს მიმართავ. მობაძავთ შენ და იყვენით ვითარცამე ქრისტესი. წმინდანები ბაძავენ ქრისტეს, ჩვენ უნდა მივბადოთ უფალს და უფრო მეტად კი წმინდანებს, იმიტომ რომ წმინდანები თითქოს უფრო ახლო არიან ჩვენ ადამიანურ შეგნებაში და შეგრძნებაში. თავიანთ წარმატებაში წმინდანები არ ჯერდებიან მიღწეულს, არამედ სულ უფრო და უფრო წინ მიიწევენ. რამდენადაც ღვთისაგენ მათი უზარმაზარი სწრაფვა არ წყდება, ხოლო მადლი განამტკიცებს მეტი გამოცხადებებისთვის. საერთოდ ადრე გვითქვამს და ახლაც დავსენდი და პრაქტიკულად ამაზე საუბრობს წმინდა მამა, ყოველ ადამიანში ჩადებულია უნარი ღმერთისაგენ, ანუ თავისი შემოქმედისაგენ, შემქმნელისაგენ ისწრაფოდეს. ეს პროცესი არის დაუსრულებელი, მაგრამ ერთნი თავიანთი პირადი მიწიერი ცხოვრების ჟამს ახშობენ ამ სწრაფვას, მეორენი პირიქით განამხურვალებენ. თუ ქრისტეს ცნებებით ცხოვრობ, სულ უფრო და უფრო მატულობს ეს სწრაფვა და ამ სწრაფვის ყალობაზე მადლზე ესე იგი მატულობს ადამიანში და მოყავს გასაოცარ სულიერ მდგომარეობაში. როცა არაუბრალოდ გრძნობები აქვს, მაგრამ არამედ ზემგრძნობი არ ეხება, არაუბრალოდ გონება, არამედ ჭრეცინაც, რაც მისი გონების გარეთ არის. ადამიანი მადლით ხდება ღმერთი. მე ერთბაშად იფეთქა მაგონდება წმინდა მჭრეტელი მამის იოსებ ისიქასტის ცხოვრებიდან. ერთხელ ლოცვად იდგა და გამოცხადება ჰქონდა ლოცვის ჟამს. მისკენ მოისწრაფოდა სხვა უდაბნოდან ბერი, რომელსაც ზურგზე მოკიდებული ჰქონდა ორ ცხობილები. უნდოდა თავისი სულიერი ძმისთვის გაეზიარებენ. ამას უდაბნოში ქვია ნუგეშინისას ვინ ჭამს ჩვენ შორის ორ ცხობილას? არც არავინ. ისეთ გემოთმოყვარებასა და ნაკროვანებაში ვარ. იგი ნუგეშინის ემად ითვლებოდა და როდესაც ბოლოს მოვიდა სულიერ ძმას და რამოდენიმე საათიანი საკმაოდ რთული გზის შემდგომ სისაბო კლდეები გადმოიარა და სხვა, ბოლოს მივიდა მოაქცია ამ წმინდა მამამ და როცა ესე იგი დაასხნენ მცირედი ნუგეშინის ემა მიიღეს, რაც მოეტანა ძმას, იმით საუბარი იწყეს და იოსებ ისიქასმა უთხრა, რომ შენ ამადამ უდაბნოდან მოხვედი, გზაში ამ წყაროსთან შეისვენე, პირი დაიბანე, გაგრილი, დავიეწალი, შემდეგ ისე მოიკიდე ტომარა, აი ამ ადგილას წაბურზიკდი და გაოცებული უყურებ უსმენ და ეს მეუდავლე, შენ რა იცი მამაო? როდესაც მლოცულობდი, აი ხელთუქმნელი ნათელი ჩამოდგა და ამ ნათელში ყოველივე შანს, აი როგორც რაც დაემართათ მაგალითად პეტრესა და ძმებს ზებედესებს თაბორისაზე ფერიცვალების ჟამს, არასდროს არ ენახათ, არც მოსი, არც ელია, ხატების გამოხატვა აკრძალული იყო იუდეველთა შორის და მით უფრო ვერ ნახავდნენ საუკუნებით ადრე ცხოვრობდნენ ისინი, ერთი ცოცხალი წაიყვანა, მეორე ესე იგი გარდაიცვალა გარდაცვალებით. მაგრამ პეტრე მიცნო ვინ იყვნენ ისინი. ასევე მან იწინასწარმეტყველა, გარკვეული წინასწარმეტყველება წარმოთქვა და როგორც ეს მამა გრიგოლ პალამა ღვთაებრივ ენერგიებზე მსჯელობისას ამბობს, მასზე გადმოვიდა რა ხელთუქმნელი ნათელი, მან განაბრძნო მოციქული პეტრე. ამ დროს არ არსებობს არც წარსული, არც ყველაფერი მარადიული აწყვეტდება. როგორც ხელის გულზე ჩანს ყველაფერი, როგორც წარსულიდან, ისე მომავლიდან. აი ამ ხელთუქმნელი მადლით და ნათლით შეისწო ვინ იყვნენ მაცხოვრის სტუმრები, რომელიც ეძრახებოდნენ მას განსვლისათვის იერუსალიმიდან, ანუ მის მომავალ ბუნება ჯვარცმაზე საუბრობდნენ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ წმინდა მამა, რომელიც მოიპოვებს ამგვარ სულიერ მდგომარეობას. რა აკავშირებს მას ამ წუთის სოფელთან? გემონი ამის სოფლისანი მასში აღარ აქვს მიდრეკილება, არც ჭამისკენ, არც მისმე რომ ნუგეში მიიღოს თუნდაც ამისგან, არანაირი სხვა გრძნობისკენ, არამედ ერთი სული აქვს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ვისურვებდი ჩემი სული ხორცს გაეყაროს და წარდგე უფლის წინაშე, დროთა შეგნებული ცხოვრება ესწრაფოდა, მაგრამ თუ რჩები თქვენთან, განმარტავს რატო ტოვებდა უფალი ასეთ ღმერთშემოსილ მოციქულს, რომელიც სიცოცხლეში 60-ში აიტაცა უკვე თქვენს გამო. ესე იგი პავლეს მიერო სარწმუნოების მადლით და სწავლებით გაემდიდრებინა სხვები, რომელთაცაც რა თქმა უნდა ამგვარი სულიერი მდგომარეობისთვის არ მიეღწია და ბევრი საერთოდ წარმართი იყო იუდეველი და მათგანაც მოაქცევდა მოციქული პავლე,
აი ამიტომ ტოვებდა ამ დიდებულ მოციქულს, ისე როგორც ამა თუ იმ წმინდანებს, რომელთაგან ზოგმა 120 წელი იცოცხლა, 130, 140. ჩვენ ვნატრობთ, რომ რა შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ, მაგრამ აი ახლა ვარ უკვე მოხუცებული და ღრმად მოხუცებულისთვის, მიხსნილი ბებერისთვის, როგორც ქართულად ქვია, მიმიხედავს და მინახავს მისი უძღვებარი ღმერთისთვის მithოვია გულში, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდე მეთქი, წამიყვანე შენთან, მაგრამ ეს არის ადამიანური წამიერი სისუსტე. მე რა ვიცი, გავმართლები თუ არა, ღმერთი თუ მტოვებს იმისთვის, რომ გამომაცხადოს, მასწავლოს თავშეკავებული წმინდა ცხოვრება. ამიტომ არავინ არ უნდა ითხოვოს, არც სიცოცხლის გამგზავრება, არც სიკვდილი, რაც შეიძლება მალე. იყავ ნებაშენი, როგორც თავადუფალმა გვასწავლა. მან ყოვლად ბრძენმა და მოყვარულმა მამამ, ჩემი ადამიანის, ჩემმა შემოქმედმა, უკეთესად უწყის თითოეული ადამიანს, როდის გაუხმოს წუთი სოფლიდან. მას ერთი რამ ამოძრავებს, ყოველი ადამიანის მოქცევა და ცხონების გზაზე დაყენება. და რაც არ გვესმის, იმას ნუვთხოვთ უფალს. რაც შეეხება წმინდანებს, როგორც უკვე ვახსენეთ, 120 წელი, 130, 150 და 160 კი უცოცხლია დედამიწაზე, მათ ტოვებდა სხვა ადამიანების გასამდიდრებლად. გარდა მაგისა, თქვა უდაბნოში იყო, ვინ უნდა გაემტირდებინა მამაო, არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა. მისი და მისნაირებით ლოცვით დგას ეს წუთი სოფელი. თუ არა მათი ლოცვა და შუამდგომლობა და პირველ ყოვლისა ღვთისმშობელ მარიამისა და ნათლისმცემელი იოანესი ჩვენი ხსენება კი არა, საერთოდ დედამიწა და სამყარო არ იარსებებდა. როგორც ცნობილი გამოთქმამოს, სპილოს ხორთუმზე ან მარკორქის ქაზე კი არა დგა მართლა დედამიწა, დგას ღვთის სულგრძელებაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდანების შუამდგომლობაზე. აი რატომ აგზელები? ხშირად ვიტყვია, მამაო, ასე გაერკვნა ეს ღვთისმშობელი, გაუგურმართა, ღმერთს მტერი გაუხდნენ, ერთმანეთს ვერ იტავენ, ძლავრობენ, ხოცავენ, უმოწყალოთ ერთმანეთს. რატომ ტოვებს უფალი? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვიპასუხია წმინდა მამათა მიერ. თავისი წმინდანების სიყვარულისთვის. და გარდა მაგისა, ჯერ კიდევ თუ არის თუნდაც ერთი ადამიანი, ვისიც მოქცევა და გამოსწორება შეიძლება ან ცხონება, ღმერთი მანამდეც მოითმეს ათეულობით, მილიონობით და მილიარდობით ადამიანის ცოდვებს. აი ეს მაგალითი და მსვლელობა შეიძლება ვნახოთ აბრამ ამათავრის შემთხვევაში სამი ანგელოზი რომ გამოეცხადა ყოვლადწმინდა საება სამი ანგელოზის სახით სოდომ გომორის შემთხვევაში და გავანალიზოთ რატომ ტოვებდა 100,000-ობით ცოდვილის და მიუხედავად ესე იგი დედამიწას და რატო არსებობდა სამყარო. მიუწვდომელ არიან ამბობს მოციქული პავლე გზანიუფლისა, ჩვენ ამას ვერ ჩავსწრებით ბოლომდე. ჩვენ კი არა, დიდი და ღმერთშემოსილი მამა ერთხელაც დაჭდა ანტონი დიდი და ჩაფიქრდა. რატომ არის რომ მაგალითად ბოროტი ადამიანი დიდხანს ცოცხლობს და შვებედნიერია? გულმოწყალი ადამიანი უბედურია, ხელმოკლე არის და ბევრი დევნა შევიწროება, აბუჩათაგდება და დამცირება. პასუხს ვერ პოულობდა და შინაგანად თითქოს რაღაცა წინააღმდეგობა გაუჩნდა უფლის მიმართ. გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და უთხრა ანტონეს, მე ვარ ანგელოზი უფლისა, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა, რათა გითხრა. ხოი ანტონი, შენი შეზღუდული ადამიანური გონება ღვთის განგებას ვერ მისწვდება. ანებე თავი ამაზე ფიქრს, ხოლო მე გასწავლი, როგორ უნდა ილოცო იესოს ლოცვა ისე, რომ მოწყინებაში არ ჩავარდე. დადგა და აჩვენა. ესე იგი, რაც არ ძალგვიც რომ ვიცოდეთ, იმაზე არ უნდა ვიფიქროთ. მას ჩვენი შევჩერდით საყარელო წმინდანები თავიანთ მიღწეულს არ ჯერდებიან, არამედ სულ უფრო და უფრო წინ მიიწევენ რამდენადაც თვისაკენ მათი უზარმაზარი სწრაფვა არ წყდება, ხოლო მადლი განამტკიცებს მეტი გამოცხადებებისთვის. რატომ არ წყდება? ეს მოგახსენეთ. იესო აძლევს და თვითონ მორწმუნეს საკუთარ თავს უსაზღვრო უფალი გთავაზობს საკუთარ თავს და ის უსაზღვროა. იგი საკუთარ თავს მიუწვანებს უხვად და დაუნანებლად, რათა ძენი მომავალი საუკუნისანი შეუჩერებლივ მიემართებოდნენ ღვთის მჭვრეტელობისაკენ. ისინი მადლზე მადლს შეიმატებენ და კეთილ სათნოდ, ანუ ღვთის მოსატნად აღვლენან ზეცისაკენ მოუღლელი გზით. და
თავაზობს რა თავის თავს უფალი ყოველ ადამიანს საცხონებელად გულისხმობ არა მარტო წმინდა ზიარებას, სადაც არა მარტო ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლის თავაზობს, არამედ მთელი არსებით შევალს ადამიანში ანგელოსსა და კაცთათვის მიუწვდომელი სახის, ისე როგორც როდესაც ის უშვებს განსაცდელებს, თუ გნებავს სიკეთეებს, ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება ადამიანის გულისხმაში მოყვანას. ეხლა ხაც მე გულში დავიწყე ამავე წმინდა მამის ერთ-ერთი ჩინებული ქადაგების თარგმნა განსაცდელთათვის, ასე ქვია, რატომ უშვებს ღმერთი მწუხარებებს და განსაცდელებს, თუ ღმერთმა მშვიდობით გვამყოფა, ერთ-ერთი უახლოესი ქადაგება თუ ოთხშაბათს დაუჯდომელი შემდგომ, თუ შემდგომად წირვისა ამბიონიდან სურს ეს დიდებული სიტყვა გაგაცნო და გაგამხნევთ, რომ სამწუხაროდ რაც დღე გადის, სულ უფრო და უფრო უარესი ხდება დედამიწაზე ცხოვრება. ნაკლებია ნუგეში და მეტია ტკივილები, მეტია მწუხარებები, მეტი განსაცდელები და მწუხარებები მატულობს იმის გამო, რომ მატულობს ჩვენში ცოდვები და მოშულოება, რის გამოც უშვებს უფალი. ამაში ჩვენ სიყვარული უნდა დავინახოთ უფლისა, როგორც ივანე ღვთისმეტყველის პირით ამბობს სული წმინდა, ვინც მე მიყვარს, იმას გვემ განვაგდებ და კვალად შევისწყნარებ, რათა აცხოვროს საბოლოოდ. ამაში სიყვარული დავინახოთ, თორემ ესე იგი წარმოვიდგინეთ მიწიერი გაგებით ჩვენ ბედნიერი ადამიანი, როგორც იგავში არის, კარგ ჭამს, სვამს, ლაბაზად იმოსება, დაფიქრებაც არ აქვს, სვამშიერია, გაჭირვებულია, არსებობს სიკვდილი, ადრე თუ გვიან წარდგება, რა პასუხს მისცემს უფალს. და როცა ასეთ ადამიანზე განსაცდელს უშვებს, აბა მე გეკითხებით, მოძღვარი მორწმუნეებს საგვარეულო, საჟელია თუ წყალობაა? მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი წყალობა არის. და ჩვენ ვიცით ამა თუ წმინდანების ცხოვრებიდან და სწორედ წმინდანებზე ვშელობთ, ერთდროს ისინი დიდი ცოდვილები იყვნენ და შემდეგ დიდი წმინდანები შეიყვნენ. ორმა სახელმა იფეთქა, ერთი პავლე, რომელიც ხშირად ვახსენეთ, რომელიც დევნელის კი იყო ქრისტიანების და ისეთი გახადა, რომლის მსგავსიც აღარ ყოფილა და აღარ იქნება ქრისტეს მოსვლამ. მოვსვლელი, მოსურნე ქადაგებელი ჭეშმარიტებისა და დავით ავაზა ყოფილი. მთელი მისი ცხოვრება მან გაატარა კაცის კლასში, შეურაცხყოფაში, ძარცვაში, გაუპატიურებაში, მათ შორის ბავშვების, ქალწულების და ასე შემდეგ. მაგრამ ღმერთმა შეიწყალა და მოაქცია. ისეთი ავაზაკი იყო, რომ ვერ მოიხელთეს. გონიერიც იყო და ფიზიკურად ძლიერი და ატამანი იყო წინამძღოლი ავაზაკების. ვერ მოიხელთეს და ბოლოს იძულებულები გახდნენ, ხედრობა მივიდა მავრიკიოს იმპერატორთან, წმინდანი არ გადავისდეთ და უთხრა, რომ ესა და ეს ავაზაკი დავითი ვერანაირად ვერ შევიფხრეთ. ნება მოგვეცით თქვენი დაცვა ავიყვანოთ, რომელიც უფრო გამოწყობილი იყო და ბოლოს და ბოლოს დავადუმოთ ეს ავაზაკი. მაგრამ ნახეთ, ღვთისმოსავი მორწმუნე ადამიანი როგორ მოიცა. ამ სახელგანთულ ავაზაკს ხედრობა კი არ გაუგზავნა შესაძლებლად, თავისი ჯვრის მტვირთველი 12 წლის ბავშვი გაუგზავნა. მეფის წინაშე გამოდიოდნენ ყოველთვის ჯვრით და კათოლიკოს პატრიარქებისა. და მან გაგზავნა 12 წლის ყმაწვილი ავაზაკთან მთებში იცოდნენ, რომ მთებში იყო შეხიზნული. და როდესაც მივიდა, ამ ბავშვმა გადასცა ის, რაც მეფემ დააბარა. თან წმინდა გულით იყო, ბავშვის რო გაგზავნა, ესე დამოფიქრებელია. ესე იგი, მავრიკიოს იმპერატორმა შემოგითვალა, შეგინდოს უფალმა შეწოდებანი შენგიო. და ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა, ყმაწვილი ბავშვი გაგზავნა ჯვრით ხელში, არა მუხარით, არა მახვილით, არა ცეცხლით, არა მოოხრებით და შეუთვალა სამუგეშო სიტყვები. ღმერთმა შეგინდოს ჩავარდა სინანოთში, მოახდა ცხენს, არც დაელოდა არავის და გაქუსლა მეფისკენ. აი ესე ჭელები ჩამოვიდა დედაქალაქში. მივიდა მეფის სასახლეში, შევიდა, ყველა შეშინდა, რომ გაიგესოს დავით ავაზაკი ყოფილია და დაემხო მეფის წინაშე მუხლზე და კითხა. იქნებაო შემნაირი ცოდვილის შენდობა, უეჭველად, ღმერთის სიყვარულია. ამას კი ტირილი მომადგარა, რა ხელა ღვთისმსულიერი ადამიანი იყო ეს მეფე. ისე განიცადა მან თავისი ცოდვები, დასნეულდა, მუხლები მოეყედა, ჩვენ როგორც ვიტყოდი, მოგინა ჩავარდა, საკაცესე დადეს და უახლოეს, ესე იგი, სამოწყალო სახლში წაიყვანეს. და მეფემ კურნალი ექიმი დაუნიშნა. 3 დღე და ღამეღა იცოცხლა დავითმა და მთელი ეს დრო გაატარა ტირილსა და სიამოვნებელს. ეხლა უნდა წარმოიდგინოს საყვარელი
ჩემნაირი უბადრუკი თუ თქვენნაირი ადამიანი რომ ნანობს ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ რომ ასეთია თავზე ხელახებული ალაზაკი რომ ნანობს ეს კიდევ რაღაცა ისე როგორც გლახაკისგან არ მიყვეს მოწყალება მიყვეს ძალზე დიდარი ადამიანი რომ გაიგებს. ეს არის სასწაულის ტოფას. მოკლედ სამი დღე და ღამე ცრემლ შეუსრულებლად ტიროდა. მესამე ღამეს მისი მკურნალი ექიმი გათენედი შავს ხედავს უჩვეულო ხილვას იმ პალატაში სადაც დავითი წერს ავაზაკყოფილი თავარ ანგელოზები შევიდნენ სასწორით ხელში მიქაელი და გაბრიელი და გადაწყვიტეს რომ აეწონათ მისი ცოდვა მადლი. ცოდვები უამრავი იყო, დაწია პინა სასწორისა, მაგრამ სიკეთე ვერ ნახეს. და ბოლოს ესე იგი თავარანგელოსმა გაბრიელმა მიქაელს უთხრა თვალებზე მაინც მოუსვი ხელი იქნებ რამე გქონდეს ისეთი რომ გამართლება იპოვოს და თვალებზე ედო გარდაცვლის როცა მივიდა ექიმი მე ნახა რომ ახლა გარდაცვლილი ცხელი თბილი იყო ჯერ კიდევ გამი ცრემლი დალტობილი ნაჭარი აიღო ეს ნაჭარი უთხრა გაბრიელმა არაფერი სხვა არ არის აიღო და დადი არ გაწურო ცრემლი დადო და მთელი ეს სოდვები გადმოყარა და გამართლება მიიღო თვალები აღამყრეს და მადლობა შესწირეს ღვთის უჩვეულო კაცთმოყვარებას. 3 დღეში სინანულის სრემლით მთელი ცხოვრების ავაზაკობანი და ძალადობანი შევდო. როგორია ჩვენი უფალი. თუ ადამიანს სინანული აქვს, აი ხო წერია შულის კანონში რომ ასეთმა ცოდვილად თქვა სოდომიტმა ან მევახშენ ერთმანეთს უტოლებს ამ ცოდვებს შულის კანონი 20 წელი უნდა ინანოს და უზიარებელი იყოს. მეძალმა 7 წელი, მრუშმა 15 წელი წარმოიდგინეთ თქვენ რომ 3 დღე რა არის 3 დღეში შეუძლო შეწოდებანი მისცი. ასეთია უფალი თავისი ბუნებით, სადაც ნებავს იქ ქრისტული წმინდა, იქ სუნთქავს უფლის მადლი და ჭეშმარიტება. ამავაზაკმა შეიძინა 3 დღეში ეს მადლი და შენდობა. წმინდა მამები იყვნენ, მათი ასაკიც კი ჩამოთვალე 80 წელი, 100, 60, 100 და სხვა ნანოდნენ თავიანთ ცოდვებს და ითხოვდნენ შენდობას და ბოლოს მათ მოიხვეჭეს ეს მადლი. ეს ჩვენ არ ვიცი. ადამიანის ბუნებასაც კი არ ვიცნობ. ადამიანიც არის და ადამიანიც. ზოგს ასეთი ბუნება. შვილო თქვენ ახალი მოსული ხართ, მე რამდენჯერმე გნახეთ. სკმოტა ვერ ისვენებ, ხან ფრესკაზე მიუთითებ, ხან გადაუჩურჩულებ. ესე არ შეიძლება. რა კი ასია, წინ კი არ უნდა დამიდგია და ხელი შემიშალა. ბოლოში უნდა დადგე და საერთოდ იცოდე, ძველი სიბრძნით, სადაც მიყოლ, იქაური ქუდი დაიხურე. ხელები ჩაუშვი, ღვთის არხში ხარ. და არ არის ადგილი ეხლა მე ანი და ბანი გასწავლო ჩვენი სარწმუნოების. ამიტომ გადაბრძანდით უკან და იქიდან მოისმინეთ. უფალი მოდის და სახლდება ადამიანში სხვადასხვაგვარად ღირსებისა და შინაგანი განწყობის და მიხედვით, ვინც მისკენ მირთვის. ესე იგი თითოეული ადამიანის ღირსებისა და შინაგანი განწყობის მიხედვით სახლდება. ერთი სახით მოდის იგი ადამიანთან ქმედით სათნოებაში რომ იღწვის, როგორც ჩამოთვალეთ, სტუმართმოყვარეობა, მოწყალება და სხვა, ფრიოლთა განხილვა და სხვა. სხვაგვარად მასთან, ვინც ფხიზლობს და მჭვრეტელ ცხოვრებას ეწევა. ღვთიური ხილვის მდგომარეობაში უფალს ადამიანები სხვადასხვაფერად მოჰყავდა. მაგალითად, ვიღაცას წინასწარმეტყველთაგან ღმერთი ძილსა შორის ეცხადებოდა. სხვა წინასწარმეტყველს პირისპირ, ასე ვთქვა. აი როგორც მოსესთან არის ნათქვამი, მოსესია ნათქვამი, უფალსა შესწავა პირისპირ. თქვენ იცით რომ წმინდათაში კიდობნის წინაშე დგებოდა, რომელსაც 2 ღრუბელი მოიცავდა, აქეთ-იქით ღვთისმბრძანებით პირველი ხატები აღმართა მოსემ ქერაბინთა პირველი ტრიადის ანგელოზების, სწორედ ამ ღრუბელთა ამ ხატთა შორის დგებოდა ნათლით მოსილი ღრუბელი და იქიდან ესაუბრებოდა უფალი მოსე წინასწარმეტყველს. პირველად როცა უფალი ამგვარად გამოეცხადა სინასწრის წვერზე, როცა აქტმის მიწებისკენ მოჰყავდა მისი წინამძღოლობით უფალს ისრაელიანები და ჩამოვიდა დედამიწაზე, ისეთი მადლი მოეფინა სახეს, რომ თვალს ვერ უსწორებდნენ, ქვეც ემოდნენ, ან თავს ხრიდნენ ისრაელიანები და შესთხოვეს, რომ რამეთი დაეფარხ სახე და ამის შემდგომ ხალხთან არასდროს აღარ გამოცხადებულა სხვაგვარად თუ არა,
ზეწარს საბურავ ჩამოფარებული. მხოლოდ ღმერთის წინაშე როცა დგებოდა, მაშინ გადაიხდიდა ხოლმე და პირისპირ ეძრახებოდა უფალ ღმერთს. ხოლო უხსნელ მარადისობაში წმინდანების ჭვრეტე არა უხილავი და გამოუთქმელი დიდების სინათლეს ზეციურ ძალებთან ერთად ხდებიან ნეტარის სიწმინდის მემკვიდრენი. აი როგორც მოციქული პავლე ამბობს, ეხლა ჩვენ ზმანებით ვხედავთ ღმერთს თითქოს, იქ კი პირისპირ იქნება ჩვენგან განჭვრეტილი. საერთოდ რა არის ნეტარების წყარო სამოთხეშიც და დედამიწაზე? ღვთიური დიდების გარდამოფენა და ჭვრეტა ამ დიდებისა. ეს ხდის ადამიანს სახარულებას ნეტარს არის რა უყდავი თავისი ბუნებით ღვთისაგან დაბადებული. ოღონდ ადამიანს ღმერთს არ აქვს დასაბამი და არ აქვს დასასრული. ადამიანს აქვს დასაბამი და არ აქვს დასასრული. ისე როგორც გონიერ ძალებს, როგორც სინათლისა, ესრეთ მათგან იმათ, ვინც სიბნელის ანგელოზებად გარდაისახნენ. მაგრამ ერთა უყდავება არის მარადილ სიხარულში, მეორეთა უყდავება არის მარადილ სატაჯოში. უსწრულია მათ შორის განსხვავება, როგორც იტყოდნენ წმინდანები. წმინდანები აღემატებიან თავიანთი მეს საზღვრებს და აღწევენ ვერ გულისხმის საკუთარ უბრალოებას, რომელიღაც უბრალო და დაბალი სახით ურთიერთობენ ღმერთთან. ისინი, ვინც ღმერთს მისწვდენ და გაგთობას, ხედავენ არა იმგვარად, როგორც ჩვენ. საკვირველი სახით ისინი სულიერი გრძნობით ხედავენ იმას, რაც გრძნობას აღემატება, ხოლო გონების მეშვეობით ჭვრეტენ იმას, რაც გონების გარეთ ძებს. ადამიანურ უნარებში ჩაიძირკვება სული წმინდის ძალა, რომლის მეშვეობითაც წმინდანები ხედავენ იმას, რაც მათ გრძნობებსა და ჭვაგონებაზე მაღლა. ანუ ადამიანის თვისობრივი შეცვლა ხდება, როცა მათში ჩაიძირკვება სული წმინდის მადლი. ზე გრძნობიერნი ხდებიან და ზე გონიერნი. ანუ ესე იგი ღმერთები და როგორია ღვთისმოწყალება, რომ დაცემულ ანგელოზს და 1/13 უნდა აავსონ ადამიანებმა, წმინდანებმა, მაგრამ ანგელოზთა სწორი კი არ ხდებიან, აი დემონოსებს ანგელოზთა სწორებს უწოდებენ და ანგელოზური სქემა ქვია, როცა მათ აღკვეცენ. არამედ ადამიანი ხდებიან ანგელოზზე მეტი, ღმერთი ხდება ადამიანი. ბუნებით ღმერთი არის, ღმერთი ბუნებით არის ღმერთი, ხოლო ადამიანი ღმერთის მადლით ხდება ღმერთი. ანუ განიხორციელება. ჩვენთვის წარმოუდგენელი მდგომარეობა. გითხრათ სიმართლე, ეს სიტყვა იმად თარგმნე, მართალია, ბევრი არაფერი არ გვესმის ამ სიტყვიდან, ზოგადად გვესმის ძალიან ეს ყველაფერი და ჩვენ არც ზენ გრძნობიერნი ვართ და არც ეგონიერნი. მაგრამ ეს იმად ვთარგმნე, სამრევლოდ თათვის არა მოღვაწე ბერების, რომელსაც მეტი სულიერი გამოცდილება, რათა დავფიქრდეთ და ხიბლში არ ვამყოფოთ თავი, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული მარხვავით, სხვა და სხვა, მე ხომ აღსარებებს ვისმენ და საკუთარ თავსაც უჭრეთ, სხვა არ არის და თუ რა გემოთმოყარება და ნაკროვანება. სინამდვილეში ეს არის და მეორეს ჩვენ ამით თავს ვიწონებთ სხვების წინაშე. და თუ განეკითხა რომელიმე, სულ რომ კაცი მარხველი და მლოცველი იყო, ფასი არ აქვს შენს მოღვაწეობას ღვთის წინაშე. თუ ჩათვლი რომ თუნდაც ერთ ადამიანზე უკეთესი ხარ, ღირსი არ ხარ ზეციური საზღვრებით. აი დღეს რომ მიმადლებული ზეცის დაუჯდომებში ვკითხულობთ, მე შევხვდე სიკოსი წასაკითხა და გონებაში ჩამეწირა, ესე იგი მაცხოვარზეა ნათქვამი, ღვთისმშობელ მარიამს მივართავს, რომ თავად ექცა სამოთხის კარად ცოდვით დაცემულ ადამიანებს. თავად ვიამბობს, უფლის სიტყვებს ემყარება, მე ვარ კარი სამოთხისა. ჩვენ დავკარგეთ სამოთხე და ის კარად გვექცა, რომ დაგვაბრუნოს. და გითხრა, შვილო, ვიდრე ამ კარში გახვალ, იცოდე რომ მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება. აი ამ გზას უნდა დაადგე, ამ ჭეშმარიტებას უნდა ადიდებდე. ეს არის შენი ცხონების გზა და მე ხარ შეხვალ ჩემ მიერ სამოთხეში. მე ვარ კარი სამოთხისა. ცოდვა ანგელოზსა და მოთხინარენ, ამ ცეცხლოვანი מחვილის მიერ ჩაგიკეტათ სამოთხის კარი, ხოლო შენი ხსნელი ვნებებით და წინვალი არყომით განგეხვნათ სამოთხის კარი. მე გეკეცით სამოთხის კარად. საუკუნო ღვთის სასუფეველში წმინდანები ზექვეყნიური შეერთებით უერთდებიან ერთსა წმინდასა ღმერთსა და მეუფესა ყოველთასა. წმინდანებმა თავიანთი გონება მამა ღმერთის ღვთიურსა და უყდავ სხივებთან აღიტანეს, ანუ მადლთან. ისინი ღვთის მადლით აღორძინდნენ და თავის თავში
ღვთისადმი სრულ მიმსგავსებულობას ატარებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, აღორძინება ძველ ქართული მნიშვნელობით ნიშნავს რაიმეს მოკლებას და უფრო მეტში, უფრო დიდში გადასვლას. აი მაგალითად, ხორბლის ერთი თავთავი ჩავარდება მიწაში, მოაკლდება სიცოცხლეს, კვდება, იხსნება მიწაში, მაგრამ მისი სიკვდილით უამრავი სიცოცხლე იბადება. ამოდის ღერო თავთავს იკეთებს და თავთავში უამრავი მარცვალი არის. ბევრი მისნაირი, ასევე ადამიანის განიცდის წმინდა ადამიანს, როდესაც წმინდა ღვთის ცნებებით ცხოვრობს, ესე იგი მოაკლდება ცოდვილი ცხოვრებისგან და მატულობს მაშინ მადლზე და ეს პროცესი ღვთისადმი მტოლვისა, მადლის შემატებისა არ ხდება ადამიანში უფრო მეტის, არათუ მხოლოდ მის საცხოვრებლად ხდება ეს, არამედ უკვე მრავალი სხვა ადამიანის, რომელიც მისი მაგალითით ამ წმინდანისა ადგება ცოდვიდან სინანულის გზას. აი ამიტომ ვკითხულობ კიდევ დღევანდელ სიტყვას გრიგოლ პალამასის წმინდანების შესახებ, იმიტომ რომ ესენიც არის რა გზა და ჭეშმარიტება უფალი ბილიკები არიან. ღვთის ამ დიდებული გზისკენ მივალი, რომ საბოლოოდ ამ გზას უერთდებიან. ღვთაებრივი შეერთმანეთი ხდება ღმერთსა და წმინდანს შორის. ღმერთი ღმერთს არჩება, მაგრამ ადამიანი განიხრთობა. ღმერთი ადამიანშია წმინდანში, წმინდანი ღმერთში არის აღბეჭდილი. ანუ ადამიანი ხდება არა ცოდვის სადგური, როგორც ეს არის, არამედ ადამიანი ხდება ღვთის სადგური. ღმერთ შემოსილი, მამის, ძის და სული წმინდის შემოსველი ხდება ადამიანი. და ამაზე დიდებული რა შეიძლება. ეხლა ჩვენ როცა ვკითხულობ, თუნდაც მე როცა ვთარგმნიდი ვკითხულობ და ამ მსგავს სიტყვებს, სინანული აღიძროდა ჩემს სულში, რომ რამდენად შორსა ვარ ღვთიური დიდებისაგან. რა ბევრი მაკლია კიდევ და ასე შემდეგ. აი ერთსაც გეტყვი, შეიძლება ღიმილის მომღვრელია, დიდუბეში ვლად მსახურობდი, 2-3 წლის ნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ენით ესე გადავლახავის სურვილი გამიჩნდა, რომ შემესწავლა ხმად განყენებული მეცნიერებები. მათემატიკა, ალგებრა, სტერეომეტრია და ასე შემდეგ. უკვე წიგნების მომარაგებას დავიწყე სერიოზულად ჩაღრმავება ვიწყე ამ ლიტერატურაში და ამ დროს გამოგზავნა უფალმა 12 წლის ბავშვი და თქვა, მითხრა 12-13 წლის ბავშვი და მითხრა, მამა არჩილს ეს განზრახვა რა იცოდა იმ ბავშვმა. ჩემი ბრევლი იყო, მაგრამ ახლა მე მასთან საუბარს უბნობა სამსაკითხზე ნამდვილად. არც არავინ არ იცოდა. ერთშეილე მეუღლე მიცოდა, რომ ვაპირებდი ამ მეცნიერებების შესწავლას, თუმცა იმასაც გავუკვირდა, რა გინდა მღვდელი ხარ და ამაში ჩაღრმავდიო. და გამოგზავნა შემომითვალა, რომ მამა არჩილს ეს განუზრახავს და შემგან გადაეცი, რომ თავი ანებოს და რა მადლიც მივეცი, იმ მადლით ადიდოს ჩემი სახელი. წერტილი დაესვა ჩემს სურვილს, რომელიც საკმაოდ მძაფრი იყო და გადავალახავი, როგორც გითხარით. ეხლა რომ ვფიქრობ, გავიდა 10 წლები, ვინ იცის ღმერთმა რა განსაცდელისაგან დამიფარა. შეიძლება ჩავმოევოდი მეცნიერებებს, მიმეტოვებინა მღვდლობა და სხვა და მე ნულობა როგორ მიმენია, თქვენთვის მომიყოლია და ავტობიოგრაფიულ რომანშიც ნაწილობრივ ჩავწერე თქვენ და დასამოწმად. ის რომ ღმერთი თითოეულზე თავისებურად ზრუნავს. დღეს ჩემთვის ღმერთი არის ყველაფერი. ანი და ხოე, მინდა ასე იყოს. არავინ არაფერი, მაგრამ რჩები რა ერში, ყავს რა ოჯახი, ყვანან რა სულიერი შვილები და საკმაოდ ბევრი და გამიშთა რა სიბერის ყვალობაზეც და არა მარტო სიბერისა მარტო ყოფნის სურვილი, ვარ ესეთ ორჭოპ მდგომარეობაში. მაგრამ იმდენი კი შევისწავლე, რომ რაც შეგნებას თუნდაც გესახება, რომ უკეთესია, უმჯობესი შენიწყონების, იმას კი არ შეუძლია, არამედ იმას, რაზეც უფალი გაკურთხებს. თუ ეს მართლაც ღმერთის კურთხევა იქნება, ამას იმ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება. და რა კი ჯერჯერობით არ არის კურთხება, რჩები ერში, თუმცა შინაგანად უკვე ამის სურვილი დიდი ხანი აღარ ამაქვს. ვარ ღვთისადმი მორჩილები. ეხლა ზოგიერთმა არ იფიქროთ, რა ხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ასე გვესაუბრება. მე ერთი თქვენთაგანი ვარ. მე ვიცი თქვენი სულიერი ბიოგრაფიების, თქვენი მისწრაფებების, თქვენი ტოლვა და ასე შემდეგ. აი ამ კონტექსტში ვამბობ ამას. ყველა მის ჯვარი უნდა ვადაროთ, რომელიც მხრებზე უფალმა დაგვადო. და არა სხვა.
ამაზე ხომ მომიყოლია ერთი კაცი ქრისტიანი სულ დრტვინავდა რა ამძიმე ჯვარი მომეცი აი სხვაფსეო რამ სუბუქია ცხოვრება მე რა მძიმე მაქვს და მოაბეზრა ღმერთს თავი როგორც სიტყვია ხოლმე და გამოცხადებით გაიყვანა ველზე და უამრავი ჯვრებია დიდი პატარა ქვის ხის გრანიტის ოქროსი და ასე შემდეგ და იყო ზეცი და ხმა ეხლა გადიოს საყარელო აი გაშლილ მინდორში რომელი ჯვარიც მოგეწონება და ფიქრობ რომ ეს შენი ჯვარი ასეთი უნდა ყოფილიყო ის ჯვარი აიღო გაძლებ კურთხევას გავიდა ბევრი არა თუ ცოტა არა გადაიქაცა ნუ ერთთან მივიდა პირველი რასაც ეცემოდა ადამიანი თავისი ბუნებით ყველაზე ლამაზი გრანიტის ჯვარი იყო მოოქროვილი და ასე შემდეგ მაგრამ ძვრაც ვერ უყო და იფიქრა რა ლამაზია მაგრამ ამას მე როგორ ვატარებ ძვრაც არ შემილია დაღონებული გადადგა და ასე მოიარა მთელი ველი და ბოლოს მივიდა ერთი ლამაზი ხის ჯვარი იყო იერი მოეწონა იფიქრა რომ სულუკი იქნებოდა მივიდა აწია და ადვილად აწია ხარზეს კარგად მოიგდო და ღმერთს უთხრა აი ეს ჯვარია ამისთვის გებედრებოდიო უფალმა ხიმილით გადმოზახა ეს ის ჯვარია საგვარელო რომელიც მე მოგეცით ამდენი ხანი ატარებ შენ კი დრტვინაო და დაემხო მუხლებზე და პატიებას თხოვა ღმერთს როგორც იაკობ მოციქულის პირით ამბობს სულიწმიდა ღმერთი იმაზე მეტად არ გამოსდის ადამიანს ვიდრე მას დათმენა შეუძლია ამიტომაც არის რომ იგივე იაკობი გვასწავლის და შევიტყოთ ყოველთათვის ყოველსა შინა მადლობდეთ უფალს მათ შორის არა მარტო სიხარულებისთვის არამედ პირველ ყოვლისა განსასწრებისთვის თუ რატო როგორც აღითქვით მომავალ შეხვედრაზე გრიგოლ პალამას ამ სიტყვას გაგაცნოთ განსასწრებებზე მათ სარგებლობაზე წმინდანები ღვთისმადლით აღორძინდნენ მოიკლეს მეჩში გადავიდნენ განიღმდნენ და მრავალიც მოაქციეს და დააყენეს ჭეშმარიტების გზაზე თავისი ცოცხალი მაგალითითა და ლოცვით და თავის თავში ღვთისადმი სრულ მიმსგავსებულობას ატარებენ, რომელმაც ისინი აღაორწინა. თავისთვის კი არ აღორძინდნენ, ღვთისმადლით აღორძინდნენ. ამგვარად მათ ღვთიური და ნეტარი თვისებები შეიძინეს, რამაც მათი არსებობა გარდასახა ღვთისმადლით. რომელსა მხოლოდ საშველის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და სულსა წმინდასა, ასდა მარადის და უკუნითი გულისამდე. ამენ.